მინდა რომ ეხა რთულ თემას შევეხო თქვენი ცხოვრების. ეს არის ავადმყოფობა. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? როდის გაიგეთ ამ დაავადების შესახებ და ვისგან? სულ მქონდა ხოლმე რაღაცა ხანდახან ეს შეგრძნება რომ თითქოს დაღამდა, დავნელდა თვალებში ვერ ვიყურებოდი. მე რაღაც თითქოს აი ესე სიმნემსებს მირჭობდნენ თითქოს აი სახის ეს მხარეს. ერთი მომენტი მქონდა რომ სახის ერთი მხარე მთლიანად წამერთვა. და ექიმთან იყავით, ხო, ალბათ ის თამრიკო აყაშვილმა მომკიდა ხელი და სასწრაფოდ გამაქანა ენდოკრინოლოგთან და აღდგენი რაღაც ნემსები დამინიშნა და პარალიზება მქონდა კაცს ნახევარსახე. ხო და რის გამო ხდებოდა რას? არ ვიცოდი, ვის ინჯავდი სისხლს, თავს, ყველაფერზე და ყველგან ვიყავი ჯანმრთელი, ვერ ვიგებდი და ბოლოს, როდესაც უკვე ეზოფაგიალური რეფლუქსის მომენტი დამემართა და ეს ხუთვები დამეწყო, როგორც ასთმური შეტევები რა. სადღაცა ვიყავი ზაზა მამალაძესთან ერთად და ვიღაც გოგო მოვიდა და მეც მქონდა ესე და გოგი გეგელაშვილთან მივედიო და მომარჩინა იმანა და არიქამ იმიშვით მოთხარი ვინმე მომარჩინოს თორე აღარ შემიძლია გავგიჟეთ, იმიტომ რომ დექსამეტაზონზე ვიჯექი ხვდები, მაგას ვიკეთებდი და გამაფუამდე ჰორმონმა ხვდები საშინლად. და წარმოიდგინე შენ 54 კილოს მერე, ხა 75 რო გახდები, როგორ დეპრესია იცის. ხო და საშინელება იყო რა მოკლედ და მივედი მე გოგიტასთან და გოგიტა ასე გამახედა და უკვე რომ მიხვდა რომ ეს თვალი აქეთ ვერ უყურებ ეხაც არ მაქვს ხომ ეს თითქოს გაოთხებული და გახუთებულია ხომ ეგეთ ხო და ეგრევე მითხრა რომ შენ გჭირდა მე MRT ხო გადავიღე MRT და იმ გოგოებმაც კი ვერ დაადგინეს რა იყო იმიტომ რომ 16 კერა იყო ტვინზე და რაღაცა ნეიროვირუსი დაარქვეს ამას. ამიტომ რომ გამოგვეკვლია რა იყო ეს, გოგიტა მიწერა თავის კოლეგას პარიზში, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ძლიერი ნევროლოგიის ინსტიტუტი, რომელიც არის ერთი გამავიდა სახელმწიფო კაცი და არსებული და მის შვილთაშვილი არის ახლა მთავარი ექიმი ეს ქალი კატრინი ქვია. ხო და ჩავედი და იქ გამოიკვლიეს რომ ეს იყო გაფანტული სკლეროზი. მაშინ ვიყავი 48 წლის თუ 49-ის. ხო და ამ ქალმა მითხრა რომ იცი რა ესო არის უფრო ახალგაზრდული დაავადება, უფრო ენერგიული და რაღაცაა და ძალიან ნენანებია ამ ნემსებისთვის რომ გაიკეთო რა. ეს არის ფაქტიურად ქიმიაო იგივეო რა. თვეებსაც აცვენს და რაღაცა საზღვრებსაც აკეთებს რა მოკლედ და არ მინდა რომ გაიკეთო, იმიტომ რომ ეს მაინც უკან დაიხევსო რა თავის თავად ნელ-ნელაო და იცხოვრო ჩაოლებრივი ემოციები უბრალოდ შეეცადეო და სტრესი არ მიიღო რა. სტრესის გარეშე ამ ქვეყანაში რაღაცა წარმოუდგენელია ხო. ხო და ნებისმიერ პატარა რაღაცაზე სტრესს დაგმართებენ კი არა, არ ვიცი იმის იგი დაგმართებენ კიდე რაღაცას მოკლედ და რაღაცა ერთი მომენტი იყო რომ გოგიტასთვის და ზაზასთვის მინდოდა საჩუქარი მეყიდა სეფორაში. წავედი შანზელიზეზე, შევედი ამ სეფორაში და ავიღე ამათთვის ეს ყველაფერი და რო გამოვედი არ მესიამონა რა სიმძიმე და მეთქი სადმე არ არის რაიმე მეთქი რომ როლიკებიანი ჩანთები რო რაღაც ბორბლებიანი რომ იმითი ვიარო მეთქი რა ნუ ჩავაწყო და დავინახე რაღაც ჩინური მაღაზია იყო ჩემოდნების და შევედი ეკნებათ მეთქი აქ თქო და რომ შევედი უბრალოდ დავინახე უზარმაზარი ჩემოდანი რაღაცა ბუთხუზა რაღაცა ძალიან ტევადი ძალიან კაი ბორბლებსა მეთქე რაღაც მეთქი და 25 ევროა და მე მომაძიმე ვდგარი და გადავიყადე 25 евро და ჩავაწყე ჩემი რაღაცები და ამოვაქინჩილავ სახში ეს ხო და იქიდან რომ წამოვედით უკვე ხო ეს ჩემი ჩემოდანი და ეს რომ გამოვედი ხა აეროპორტში და ნუ ამბავი ატყდა კვალიაშვილი ჩემოდანს ვეღარ მოათრევ და იქიდან იმდენად და ანუ ის ჩვენი გადარეცხული ფულებით სახე გადაიჭიმა აუღიათ აქ რუსთავიორზე ერთხელ ვიყავი ადრე ძველი სულ ფოტო არის გაშლილი თვეები მაგ და აქ გრიმიორი გოგონა ქალი იყო ახალგაზრდა ქალი რომელიც გრიმის მერე იღებდა სულ ფოტოებს და თავისი გვერდი ქონდა და იმ გვერდიდან აუღიათ ეს კაი განათებული ფოტო და აი სახე გადაიჭიმეო რაღაცა ანუ ეკა თქვენ ყვებით ახლა იმ ისტორიას როდესაც საზოგადოების ჩართულობა გახდა საჭირო იმისთვის რომ ის ფინანსური რესურსი ყოფილიყო რომ პარიზში წასულიყავით სამკურნალოდ ხო და აი
ამ დროს აწყდა ამბავი, რომ ეკამ ეს ფული მკურნალობისთვის არ გამოიყენა. სახე გადაიჭიმა, პარიზში ისეირნა, ჩემოდნებს მოათრევდა და ასე შემდეგ. და მე ავდექი და ავიყვანე ფინანსურ პოლიციაში გამომძიებელი. მე ვთხარი, თუ შეიძლება მეთქი, გამოიკვლიეთ მეთქი, საქმე აღზარდით მეთქი, გამოიკვლიეთ რა ფინანსები შემოვიდა, სად წავიდა, რამდენი დაიბეგრა, ჩემამდე რამდენი მოვიდა, რომ მე ეს საბუთი მჭირდება. მომივიდა საბუთი, რომ 84,000 ლარი შემოსულა, დაბეგრილა, ესე იგი ამ ტელეფონების 3 რაღაცა იქ აკუმულირება, სადაც კეთდება, იმას ცალკე დაუბეგრავს, 3 ტელეფონის რაღაცას ცალკე დაუბეგრავს, თვითონ სახელმწიფოს რაღაცა საშემოსავლო, ანუ ეს იმ ადამიანების დაგემტკიცებინათ, რომ ეს მართლა დავდეს საბუთი, იმიტომ რომ მე ხო სათითაოდ არ მივწერდი არა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იმდენი დაიბეგრა, რომ ჩემამდე 84,000-დან მოვიდა 27,000 ლარი. გეყოთ საერთოსთან ხა? იქ საფრანგეთში. კი, იქ მეყო რაღაცეებზე, კი, როგორ არ მეყო. და ეკა ეს არის ის პერიოდი, როდესაც ექიმი გეუბნებათ, რომ თქვენთვის სტრესი არ შეიძლება, რომ ჩამოვედი და სტრესი კი რა კინაღა მოვკალე. და ჩამოხვედი და ხდებით ცილისწამების სხვები. საშინელება და ბოლოს დავდეს და ხალხო მეუთხარი, ეს არის ფინანსური პოლიციის გამოძიებული ბეჭედ დარტყმული საბუთი მეუთხარი. აი ეს არის, წაიკითხეთ მეუთხარი, თუ ინვეს რამე შეეჭვიგებარებათ, თქვენი ტელეფონის ნომრები გადმომიგზავნოთ, თქვენ თითო ლარს უკან გადმოგირიცხავთ მეთქი, უკვე ისე გამაგიჟეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ალბათ ბევრი არიცით ამ დაავადების შესახებ, ხო? და თანდათანობით სწავლობ. ჩაკეტათ ამ ყველაფერმა თუ გაგაძლიერათ, აი როგორი მოქმედოთ. იცი როგორი შეგრძნება მქონდა? შეგრძნება მქონდა, რომ სხვაზე ლაპარაკობდნენ და არა ჩემს. არ იღებდით, რომ ეს არანაირად არ ვიღებდი და არც ახლა არ ვიღებ. რა მდგომარეობაა ეხლა? მე სიარულის პრობლემა მქონდა და მე ვაიძულე ჩემი თავი, რომ სიარულს ეხლა ვსწავლობ. თურმე შესაძლებელია. და სხვათა შორის ჩემმა შვილიშვილმა ლუკამ 8 წლის ლუკამ მითხრა მაგარი რაღაცა, ძალიან ვაჟკაცი მაგარი ბიჭი გვესდება, ძალიან და მითხრა ეს რაღაცა ვეყნობოდი ესე გზაში ხარს იჭერს ხომ ეს რომ დავეყნო და ვეყნობოდი და ეკა მე რა იყო მეთქი იცი რას გეტყვი? ფეხმა კი არ უნდა დაგიმორჩილო, შენი ფეხი შენ უნდა დაიმორჩილო, მითხრა და ზუსტად მივხვდი, რომ პატარა ბავშვის ბაგედან ანგელოზი გელაპარაკება და რაღაც მე ამ ნიშნებს ვიღებ ხოლმე საერთოდ ყოველთვის და მე მჯერავს ამისი რა. ნამდვილად და დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, სიარულის სწავლა დავიწყე. თურმე შესაძლებელი. აუცილებლად, თავარია რწმენა და თავარია გონება სწორად. რწმენა იმ ხელა მაქვს და ისეთი მაქვს, რომ